საპარლამენტო უმცირესობა კი მთავარი პროკურორის პარლამენტში მისვლას ითხოვს ნაციონალური მოძრაობის წევრებს ბედუკაძის საქმესთან დაკავშირებით გარკვეული კითხვები გააჩნიათ, მათ აინტერესებთ, რატომ ინახებოდა ფირები 1 წლის განმავლობაში და რატომ არ გახდა ისინი საჯარო. დავით საყვარელიძე იმედოვნებს, რომ მთავარი პროკურორი უმცირესობის მოთხოვნას დათანხმდება და ყველა კითხვას გულახდილად უპასუხებს. საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რაზე ემყარებოდა ბიძინა ივანიშვილის წარმატება. მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს კადრები ინახებოდა მის ახლო გარემოცვაში და მე ვთვლი, რომ კვილაშვილი ამ სიტუაციაში, როცა მე წინამდე მიზანმიმართულად მიმდინარეობდა კამპანია, რათა გაეწირათ იგი ასე ვთქვათ და ხვედელიძის მსგავსად ზვარაკად გადაიგდოთ ამ სიტუაციაში ბედუკაძის სკანდალისგან განწმენდის მიზნით, ის მზად იქნება, რომ ილაპარაკოს ამაზე ღიად. იყო გარკვეული პრეტენზიები კონკრეტულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, მაგრამ ეს სამშობლოში მე პირადად რაიმე პრეტენზია აქვს პირველად აჩიკოს კვილაშვილთან. მგონია, რომ ის როგორც მთავარი პროკურორი არის რესურსული ადამიანი და თუ რაიმე არის გამოსასწორებელი, მას ამისი უნარი აქვს და ეს აუცილებლად შეძლებს საკითხების პოზიტიურად გადაწყვეტას.